თუ კი გირჩს მიეცემა საშუალება რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, თუნდაც კოალიციური ხელისუფლების სათავეში, ხო? დააყენებს დღევანდელი ქოცი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს? არა. რატო? იმიტომ რომ ჩვენ არ მოვიდივართ იმ დაპირებით, რომ ვინმეს დავიჭერთ. ჩვენ გავაკეთებთ სწორ წესრიგს იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს თავისუფალი სასამართლო. ადამიანმა თვითონ აირჩიოს საკუთარი მოსამართლეები, საკუთარი პროკურორები თვითონ აირჩიოს, იყოს ნაფიც-საჯულთა სასამართლო, იყოს არბიტრაჟები გაფართოებული. მე მურუსიძესაც არ დავიჭერ. მაგრამ თანამდებობიდან გაუშვებს. არა, ჩემი გასაშვები არ არის. არ ჩემი გასაშვები არ არის. მე უნდა შექმნა წესრიგი, სადაც მოსამართლეებს ხალხი ირჩევს. მურუსიძეს აირჩევენ. მაგრამ მე მჯერა ქართული ხალხის რომ არ აირჩევენ მუსიკას. ამიტომ მე ვარ პასუხისმგებელი წესრიგის მოწყობაზე და არა იმაზე რომ მე ვიქნები როგორც დანარჩენი ჩემი კოლეგები ამბობენ რომ მე მოვალ ამას დავიჭერ იმას ქონებას ავართო თავიდან გადავინაწილებს ინტერესს. არა. მე თქვენი ეთერიდანაც მიმართავ ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი ყოფილი თუ მოხვედით. აქ საირევა ქვეყანა, საგიჟეთი რომ მოხდება. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პარტია, რომელიც არ შეცვლის თავის პოზიციას, რომ ვინმეს დაიჭერს, ვინმეს ციხეში სათვიზეს გაასახლოს, რასაც ქონებას წარქმევს, ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი და გვინდა ისეთი რეპუტაცია, რომ ყველა ადამიანმა მიუხედავად იმისა, რომ მოუწონვარ, ან მოუწონვარ, ვინმესაც კარგი ვარ თუ ცუდი ვარ, იცოდეს, რომ საფრთხე ჩემგან დაჭერის არ ემუქრება. თუ სამართლიანი სასამართლო მისი ქმედებისგან მას გაასამართლებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე არ ვიქნები შურის მაძიებელი. ეს არის ჩვენი საქმე. და მგონია რომ ქართულმა ხალხმა უნდა აირჩიოს ესეთი პოლიტიკოსები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაწყვიტავს აი ამ ჯაჭვს, რომელსაც ქვია ბოღმის და დაპირისპირების და შურის ძების ჯაჭვი, იმიტომ რომ თუ ამას გავაგზავნებთ, კიდე ამაში მოვყვებით ამ ნარატივში და როგორც კომუნისტების მერე ზუსტად გამსახურდია იმ ნაბიჯით, რომ შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით, რომ არ დაამთავრა დაპირისპირება კომუნისტებსა და ეროვნული მოძრაობის წევრებს შორის იქნებოდა ეს დისიდენტები და სხვა ვინმე. ეს შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით და ჩვენ ამ შეცდომას არ გავიმეორებთ. ჩვენ ამ დაპირისპირებას დავასრულებთ. 1 და 2 წელი არ არის ამას ვაპარაკობთ, სულ ვაპარაკობთ ერთ და იგივეს რომ გვინდა შერიგება 2021 წლის არჩევნების დროს თუ გახსოვთ, ასე 2020 წლის არჩევნების შემდეგ სულ ამას ვამბობთ რომ ხოცებიდან უნდა შეერიგდნენ. ჩვენი მთავარი გეგმა და სურვილი არის ის რომ ბიძინა და მიშა ყავას ერთად სვამდნენ კაფეში, ასეთი ქვეყანა გქონდეს, სადაც რა ვიცი ბერა და მიხელსა ედუარდი ერთმანეთთან თუ არ მეგობრებენ, კარგი და ზრდობიანი ურთიერთობა ექნებათ. და შესაბამისად საზოგადოების ის დაახლოება, რომელიც ვითომ დაყოფილია კოცება და ნაცება და თითქოს ერთმანეთს ყოფავს, მორჩება და ქართულ ხალხს ექნება ერთიანი დიადი მიზანი, საიდანაც წავალთ. რომ აი ასეთი ქვეყანა გვინდა და ამაში დავეხმარებით ერთმანეთს ყოფილი კოცები და ყოფილი ნაცები და ყოფილი გირჩები თუ ვინც იქნება. ეს მინდა მე. შესაბამისად ამ ჩემს პოლიტიკასთან შეუთავსებელია ვიღაცის გამოცხადება რუსეთის აგენტად, ვიღაცის გამოცხადება მოღალატედ, ვიღაცაზე დედის გინება, ვიღაცაზე დაჭერით დამუხრება. პირიქით, აი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა ჩემი მიზანი. და მინდა რომ მივახციო ამ მიზანს, თუ რასაკვირველია ქართული ხალხი მორჩება ჩხუბს და მხარდაჭერას არასერიოზული ხალხის, რომელსაც არანაირი გეგმა ქვეყნის განვითარების არ აქვს და მხოლოდ ერთმანეთის დამხობით და მოსკოვში გამიღაშვებით იმუქრებს.